სალამი მეგობრებო, ყველას მოგესალმებით. ორშაბათ მშვიდობისა. შენც გაიხარე წინა დასვენებულ კვირეული რო ის. კი, მე ძალიან მიხარია, გამოვწყვეტები რომ ყველანი დავიღალეთ. გვინდა დასვენება, მაგრამ ბოლო კვირისთვის განსაკუთრებულად მოვიდომეთ. ეს ხმაც ამას მოწმობს, რომ ეს კვირა იყოს რაღაცა განსაკუთრებულად ინფორმატიული, საჭირო, შემაჯამებელი, ასე ვთქვათ. შემაჯამებელი, იმიტომ რომ რაღაცნაირად თქვენს ინფორმაციით დახუნძული წახვიდეთ დასასვენებლად, ჩვენი არ იყოს ერთი კვირაც. ერთი კვირაც არა, ძალიან საინტერესო კვირა გელოდება პირიქით მართლა სიურპრიზებით აღსავსე და მოდი შევუდგეთ საქმეს. საზოგადოება და ბანკებმა გაგვახარეს თავიანთი არსებობით ამ სეზონზე. გიორგი კეპულაძე და დავით კიკვიძე ყოველ ორშაბათს გვიყვებოდნენ ძალიან საინტერესო მნიშვნელოვანი და რაც თავარია საჭირო ინფორმაციას. ძალიან ბევრი გამოხმაურება იყო. ძალიან პოპულარული რუბრიკა აღმოჩნდა. ისეთი პოპულარული, როგორც ჩანს, დავით კიკვიძეს თავში ავარდა დროზე ადრე დასვენებლად. და დაგტოვა ბოლოს მარტო? ხო, დიდი ხით ადრე ქონა დაგეგმილი ეს. მაგრამ ჩვენ გვაქვს დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვები, რაც დაისვა და რაც ალბათ უნდა გავიმეოროთ, იმიტომ რომ პრინციპში გამეორება ცოდნის დედა არის და ყველას ალბათ სჭირდება ეს და ჩვენ ეს კითხვები ჩამოწერილი გვაქვს და დავიწყებთ პირდაპირ კითხვების გასმას, რომ კიდევ ერთხელ რაღაცეები ჩვენ დაგვამახსოვდეს, გაგვიჯდეს, რომ კვლავ რაღაცა შეცდომაში ან გაუგებრობაში არ მოვხდეთ. პირველი კითხვა: როდის უნდა ვისარგებლოთ სესხით? მოგესალმებით, დიდი მადლობა ესეთი შესავლისთვის. როდის უნდა ვისარგებლოთ სესხით, როცა ის აუცილებლად გვჭირდება. მხოლოდ იმისთვის, რომ თქვათ რაღაცა მოკლევადიანი მიზნებისთვის შობს რომ სესხს მოვერიდოთ და თქვათ რაღაცა სხვა გზა მოვძებნოთ. მე მესმის რომ დღეს ბაზარზე არის ძალიან დიდი მოთხოვნა სესხებზე. ეს ჩვენ ყველა გადაცემაში ვსაუბრობდით იმაზე, რომ ბევრნაირი ტიპის სესხი არსებობს, მაგრამ თავი რჩევა რა თქმა უნდა არის, რომ უნდა ზუსტად განსაზღვროთ რაში გვჭირდება ეს თანხა. იქნება ეს თქვათ ტექნიკის შეძენა, როგორც საყოფაცხოვრებო ტექნიკის, მობილური ტექნიკის შეძენა, თუ დასასვენებლად წასვლა, ან სამხარებო ტექნიკა, ხო, ბიზნესის წამოწყება იქნება თუ ბინის ან თქვათ აგარაკის შეძენა, ან მით უმეტეს თქვათ მისი რემონტი, ეს ყველაფერი უნდა ემსახურებოდეს კონკრეტულ მიზნებს და ჩვენ ძალიან კარგად უნდა გქონდეს გაცნობიერებული, რომ ეს არ არის საშუქარი, ამას აუცილებლად მოყვება ვალდებულებები და ეს ვალდებულებები ჩვენ უნდა დავფაროთ. ჩვენ ყოველთვის ურჩევთ მომხმარებლებს, რომ მხოლოდ აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში აიღოს. ხო, მაგრამ ხშირად აი მე მაგალითად მიუხედავთ იმისა, რომ უკვე ბევრი გვასწავლეთ, მაინც ალბათ დამჭირდება კონსულტაცია თუ რაღაცნაირად ფული დამჭირდა, რა ტიპის სესხით ვისარგებლო? ანუ კონკრეტულად რომელი სესხი რა მიზნებისთვის გავთვალო? ანუ სესხის თავარი საპროცენტო განაკვეთი ერთ-ერთი მთავარი პირობაა, რა თქმა უნდა, რაც შეიძლება ნაკლები რომ გადავიხადოთ სხვადასხვა საკომისიოები ახლავს ნებისმიერ სესხს. ეს არის დამოკიდებული იმაზე, თუ რისი შეძენა, თქვათ, გვინდა. თუ ჩვენ გვინდა სწრაფად შევიძინოთ, თქვათ, მობილური ტექნიკა, აი ძალიან გვეჩქარება, არ გვაქვს იმის დრო, რომ საბუთები ვაგროვოთ, შაბათიან კვირა, თქვათ და სწრაფად გვინდა რაღაც შევიძინოთ. მაშინ მოგვიწევს რომ მივმართოთ განმავლობას. მიუხედავად იმისა, რომ განმავლობა ერთ-ერთი ძვირიანი პროდუქტია და ჩვენ ვახსენეთ, რომ ეს 0%-იანი არ არის, ეს თავის საკომისიოებით საკმაოდ მაღალი პროცენტით ხასიათდება. ჩვენ ახსენეთ, რომ 0%-იანი განმავლობა არ არსებობს. რა თქმა უნდა, სესხი ზოგადად 0%-იანი არსებობს, რადგან ის ხარჯი რაც ახლავს, თავისთავად საპროცენტო განაკვეთშიც აისახება შემდეგ. შესაბამისად, მაგრამ თუ ჩვენ მოვახერხებთ ისე რომ თქვათ რაღაც ტექნიკის შეძენას დრო გვექნება იმისი რომ წავიდეთ ბანკში, მივიდეთ რაღაც საბუთი, ავიღოთ სამხარებელ სესხი, ეს რა თქმა უნდა უფრო იაფი დაგვიჯდება. კი. იგივე მაცივრის ეს ხო და რაღაცა მიზნობრიობა ახლავს რა თქმა უნდა ყველა ამ სესხს მით უმეტეს თქვა განმავლობის შემთხვევაში მაგრამ აი ყველაზე უფრო მიზნობრივი სესხი ეს არის იპოთეკური სესხი რომელსაც ესეთი აუცილებლად ის უნდა გააკეთო ისვისაც სესხს აიღებ მაგალითად თუ ბინას ყიდულობ და შემდეგ გინდა ამ ბინის გარემონტება ბანკი რამდენიმე ტრანშად გამოგიყოფს ეგრეთ წოდებულ რამდენიმე ეტაპად გამოგიყოფს ამ ჯერ მხოლოდ ბინის შეძენაში კლიენტ თანხას ვერ აითვისებ რომ სხვა რაღაცაში არ დახარ. ხალხური ტერმინი რო იყავით, აი ჩადება, რაღაცის ჩადება ხდება იპოთეკით დატვირთვა ხდება იმ უძრავი ქონების, რომლითაც ხდება სესხის ბინა ჩავდე ამითი ავიღე ფული მისი გარემონტი. ბინა იტვირთება იპოთეკით ბანკის სასარგებლოდ და იმ პერიოდში სანამ სესხი გვაქვს ჩვენ ამ ბინას ვერც გავყიდით და ნუ ხო გაქირავება შეიძლება. თუ ამ სესხს ვერ გადავიხდით, შეიძლება დავკარგოთ. ხო, ამიტომ და იპოთეკური სესხი ესეთ ყველაზე საყურადღებოა
რომ უნდა განსაზღვრონ ადამიანებმა, თქვათ, ერთი შეკითხვა გამიშთა აქ, ბინის გასარემონტებლად ჭირდება იპოთეკური სესხი, შემიძლია ამ შემთხვევაში მანქანა ჩავდო, თუ აუცილებელია იმის უძრავი ქონება? იპოთეკური სესხის დროს აუცილებლად უძრავი ქონება, აუცილებლად. ავტომობილის ჩადება, ეგრეთ წოდებული, ხდება, როცა თქვათ ავტოსესხს ვიღებთ, ან ავტომობილს შევიძენთ, რომლისთვისაც გვჭირდება თქვათ სესხის გამოტანა. თუმცა ხა თუ რემონტისთვის საჭირო დაახლოებით 10,000, 15,000 ლარი, შესაძლებელია ეს მოხერხდეს სამომხმარებლო სესხითაც, თუ არ გვინდა რომ მაინც და მაინც ბინა ჩაიდოს და იპოთეკით იყოს დატვირთული თქვათ 5 წლის ან 10 წლის განმავლობაში, შეგვიძლია რომ სამომხმარებლო სესხი თუ გვაძლევს ჩვენი შემოსავლები იმის საშუალებას რომ გადავიხადოთ, შესაბამისად ჯობია რომ რა თქმა უნდა მოკლე ვადაზე გაწეროთ. რა კი სესხების აღებაზე ალაპარაკი, მოდით კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, სად და ვისგან უნდა ავიღოთ სესხები? სად ვაწერთ ხელს? საკმაოდ დიდი არჩევანია. შეგიძლიათ ჩემგან ისესხოთ, მაგრამ არა მაქვს. არა, სხვათა შორის პირველი რჩევა ჩვენი მეგობრებისგან ყოველთვის იყო, რომ დაიწყეთ მეგობრებით. ხო, თუ მეგობარი გასესხეთ გარკვეულ თანხას, კარგია. რა თქმა უნდა, ეს არის ბანკები, პირველ რიგში არის ბანკები, საკმაოდ დიდი ქსელით, საკმაოდ დიდი შესაძლებლობით 21-მდე ბანკი ოპერირებს ქართულ ბაზარზე, მათი უმრავლესობა უცხოური კაპიტალით არის დაფუძნებული, მათ სანდოობაში და იმაში, რომ მათ შეიძლება ფული ვანდოთ, ან მათგან ფული ვისესხოთ, ამის პრობლემა უკვე დღეს აღარ დგას, პრობლემა დგას ვთქვათ. ადრე რო იყო 100 რაღაც ბანკი რო იყო, 700 რაღაც. რო გარბოდნენ ბანკები, ასე საბედნიეროდ აღარ არის. ანუ მათი ნდობა თავისუფლად შეიძლება. შესაბამისად, საპროცენტო განაკვეთების ყველაზე დაბალი აქვს ბანკებს. ეს უნდა იცოდეს ჩვენ. აბავაში ვის აქვს მაღალი? მაღალი საპროცენტო განაკვეთების შედარებით აქვს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, თუმცა იქ პირობებიც უფრო მარტივია, უფრო მარტივად შეიძლება იყოს ეს. ასევე არსებობს ეგრეთ წოდებული ონლაინ სესხების კომპანიები, რომლებიც ინტერნეტის საშუალებით გაასესხებენ თანხებს და მათ რა თქმა უნდა ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი აქვს. და რაზე არის ეს დამოკიდებული? იმ რისკზე, რასაც გასწევს თქვათ ეს კომპანია, როდესაც მხოლოდ პირადობის მოწმობის საფუძველზე ის გასცემს სესხს, ძალიან დიდი შანსია რომ ვიღაცამ არ დააბრუნოს ეს სესხი. ამიტომ არის რისკი მაღალი და საპროცენტო განაკვეთით შესაბამისია. შესაბამისად ხვდებით კრედიტ ინფოს ბაზაში და ჩვენ ვისწავლეთ რომ ასე უნდა ვუწოდოთ ათი შავსიებს. კი ბატონო, ხო. კრედიტ ინფოს ბაზაში სასურველია რა თქმა უნდა ჩვენზე მხოლოდ დადებითი ჩანაწერები იყოს, როგორც კი სესხს ავიღებთ, ყველა ეს კომპანიები დაკავშირებული არიან კრედიტ ინფოს ერთიან ბაზასთან. ჩვენ ვთქვით რომ კრედიტ ანუ არანაირი შავი სია არ არსებობს, არის ნეგატიური და პოზიტიური ჩანაწერები. უკვე ძალიან დიდი ხანია წამოვიდა ტენდენცია, როდესაც ადამიანები, რომლებსაც იყო ნეგატიური ჩანაწერი, მაგრამ ეს მიმდინარე დავალიანება და ვალდებულებები დაფარეს მათ ბანკებში, ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში, მათ ხელახლა მოახერხეს სესხის აღება. და კიდევ ერთი ხშირად დასმული შეკითხვა, რამდენ წელიწადში ბათილდება ჩემი ნეგატიური ინფორმაცია, თუ კი მე გავხდი კარგი გადამხდელი? თუ კარგი გადამხდელი გახდებით, შესაძლებელია რომ რამდენიმე თვეში ბანკმა მოგცეთ სესხი. მაგრამ ნეგატიური ჩანაწერი თუ არსებობს, ამას აქვს 5 წლიანი ხანდაზმულობის ვადა. 5 წელი რჩება, თუ ჩვენ არ დავფარავთ იმ ვალდებულებას. კიდევ ერთი შეცდომა, რომ ამ კრედიტ ინფოს ანუ შავი სიებში მხოლოდ ბანკებთან ურთიერთობის შემდეგ ხვდები? არა, თურმე მიკროსაფინანსო ასე ნებისმიერი ხო, აი ონლაინ სესხებს ხო, ანუ პასუხისმგებლობა ის არის, რომ თუ ჩვენ არ ვფარავთ ამ ონლაინ სესხს, ჩვენ აღმოჩნდებით რაღაც 250 ლარიანი სესხის გამო ან 300 ლარიანი სესხის გამო, შეიძლება აღმოჩნდეთ უარყოფით ბაზაში და სხვა პროდუქტი რო დაგვრჩიდეს, თქვა ან განვადება დაგვრჩიდეს, ან სამხმარებლო სესხი, ან ცხოვრება წინ მიდის ბინის შეძენა, გადავწყვიტოთ იპოთეკური სესხი. ეს ძალიან უარყოფითად იმოქმედებს იმაზე, რომ ჩვენ აი კრედიტ ინფოში რაღაც ვიღაცის დავალიანება გვაქვს. კიდე გამახსენდა რომ წელიწადში ერთხელ შეგვიძლია ჩვენ თვითონ შევამოწმოთ. კი ბატონო, უფასოდ შესაძლებელია ერთხელ წელიწადში შესაძლებელია ხა. პრინციპში უფრო მეტად ხშირად ვისაც ჭირდება, შესაძლებელია რომ 15 ლარი ჯდება წელიწადში და ნებისმიერ მომენტში ონლაინ შეამოწმოს თავის საკრედიტო ისტორიას. თუმცა მე მგონი რომ თუ ფულის გადახდაც არ გვინდა წელიწადში ერთხელ სავსები საკმარისია, წელიწადში ერთხელ გადავხედოთ ჩვენ საკრედიტო ისტორიას, როგორ მიდის, როგორ მიმდინარეობს და თავის შეცდომა ხომ არ გაგვეპარა და ნებისმიერ შემთხვევაში ვისგანაც არ უნდა ისესხო თანხა, თუ ეს არ არის ახლო მეგობარი, უნდა მიაქციო ყურადღება ხელშეკრულების პირობებს. ისე ახლო მეგობარსაც ძალიან უნდა გაუწიო ანგარიში, იმიტომ რომ ნათქვამია ფული ასაცე მეგობარს და ჩათვალე რომ მეგობარი დაკარგეო. რაღაც მომენტში გეთანხმებით. კი, ყველას გამოცდილი რაღაც ეტაპზე.
ხო, პრობლემები ყოფილი ცხოვრებაშიც რა თქმა უნდა ხდება. ხელშეკრულება, რომელიც არის ძალიან მტკივნეული თემა ჩვენ ქვეყანაში განსაკუთრებით, რადგანაც მომხმარებელთა ძალიან დიდი ნაწილი საერთოდ არ კითხულობს იმას. ანუ ადამიანები, როდესაც იღებენ სესხს, ისინი იმ განწყობით მიდიან, რომ აი ეს ცუდი რაც იქ შეიძლება ეწეროს, მათ არ დაემართებათ ეს. არადა ღმერთმა დაიფაროს მართლა და ყველა შეიძლება რაღაცა ან სამსახური დაკარგოს, ან შემოსავალი დაკარგოს და რაღაც პრობლემების წინაშე აღმოჩნდეს. ამიტომ ჯობია რომ წინასწარ იცოდეს, ხელშეკრულებაში დეტალურად მართალია ცოტა გაუგებარი ენაზე და იურიდიულ ენაზე და ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია ხშირად უსვამს ხაზს ამას, რომ სასურველია რომ ბანკებმა მოახერხონ და საფინანსო ინსტიტუტებმა ამ ხელშეკრულებების ტერმინოლოგიის გამარტივება, მესმის რომ ეხა იურიდიულ ხელშეკრულებას ვერ გადავიტანთ რაღაცა ლიტერატურულ ენაზე ვერ დაწერენ, მაგრამ მარტივი იყოს შედარებით ნაკლები მოცულობის იყოს, ცოტა შრიფტი გაზარდონ და შინაარსი შეამცირონ და უკვე გამოვა ისე რომ ადამიანები უფრო თავისუფლად იქნება ამან უბიზგოს ადამიანებს რაც უფრო დიდია მოცულობით ხელშეკრულება, მით უფრო არ კითხულობ. ხო, ესეც არის, რომ დაინახო რაღაცა რა გვერდია და ეს ყველაფერი წასაკითხი გაქვს და თანჩქარო ვიღაცა რიგში გელოდება რომ მასაც სესხის აღება უნდა და საკრედიტო ოფიცერიც ჩქარობს ატყობ ტემპზე, უკვე აი ყველანაირად პროვოცირებული ხარ რომ არ წაიკითხო არა და ძალიან მნიშვნელოვანია რომ სანამ ხელს მოვაწევთ მასპას თან ერთგვარად იმდანაც გჭირდება ფული რომ მზად ხარ წახვიდე იმ დათმობებზე. ესეც არის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ბანკი ყოველთვის მაინც საბოლოო ჯამში გვთავაზობს თავის პირობებს. ბანკი ბანკს აქვს ძალიან დიდი გამოცდილება ამ მიმართულებით, მან კარგად იცის მომხმარებლის უნარების შეფასება, შესაბამისად ბანკი ყოველთვის სათავისოდ ეცდება, რა თქმა უნდა, თუმცა სასურველია რომ სასურველი კი არა აუცილებელია რომ ჩვენ არ ვიყოთ იმის იმედზე რომ ბანკი გაითვალისწინებს ჩვენს თქვათ ჩვენს ინტერესებს, ჩვენ უნდა საკუთარ ინტერესებზე პირველ რიგში. თუმცა საუბრისას შენ მაინც რაღაცა ადამიანურ თვისებებს უტოვებდი ბანკს და ამბობდი რომ არსებობს ესეთი ცნება როგორც არის რესტრუქტურიზაცია, მაგალითად რაღაც ადამიანური ფაქტორების გათვალისწინება. ბოლომდე ვერ გაიმეტე მაინც. ანუ რესტრუქტურიზაცია არის ერთ-ერთი შანსი იმის რომ თქვათ ის ვალდებულება რომელსაც ჩვენ ვერ ვფარავთ რამენაირად ვთქვათ ხან ვადის გახანგრძლივებით ან საპროცენტო განაკვეთის შეცვლით მოახერხოთ ამ ვალდებულების დაფარვა. რადგანაც თუ ადამიანი უკვე მივიდა იმ ეტაპზე რომ ის ხვდება რომ ის ყოველთვიურად იმ თანხას რაც გადასახდელი ქონდა ვერ იხდის, ის ალბათ სანამ პრობლემური გახდება მისი სესხი, ჯობია რომ მიმართოს ბანკს. სამწუხაროდ ხშირად ბანკები სანამ მართლა პრობლემური არ გახდება სესხი უარს ამბობენ რესტრუქტურიზაციაზე, მაგრამ როდესაც მომხმარებელი მოდის თავისი ნებით, არ უნდა რომ აღმოჩნდეს რაღაცა ნეგატიურ ბაზაში, კარგი გადამხდელია და არ საკრედიტო ისტორიის გაფუჭება არ უნდა და მოგმართავს ბანკს რომ აი თუ შეიძლება რომ ეს რესტრუქტურიზაცია მოხდეს ჩემი სესხის, მე ვფიქრობ რომ ბანკმა ეს კეთილინება უნდა გამოიჩინოს, მაგრამ სამწუხაროდ არ არის ამ ხრივ კარგი ტენდენცია. ანუ როგორი სიტუაცია გამოიკვეთა ახლა რომ მომხმარებელი პრევენციის სახით მიმართავს და ეუბნება რომ სანამ ახლა გაგვიფუჭდა ურთიერთობა, მოდი გადავარჩინოთ ეს ჩვენი გუგულივით ოჯახიო და ცოტა ესე შევცვალოთ გადახდის ფორმა და ეს ჯიუტად არა სანამ არ გაფუჭდები და მიმაში არ მოხდები. ხშირად ხდება, მე ვერ ვიტყვი რომ ყველა შემთხვევაში, მაგრამ ხშირად ხდება და ეს გონია რომ უკეთესად იცის მომხმარებლის ფინანსური მდგომარეობა და გადახდელუნარიანობა? ისიც რა არის სხვა პრობლემები ამ შემთხვევაში ბანკს აქვს გარკვეული თანხა დარეზერვებული ეროვნულ ბანკში სესხის გაცემისას 2% იმ სესხის ოდენობის. თქვათ 1000 ლარიანი სესხის შემთხვევაში 20% დარეზერვებული. ანუ ამ თანხას ვერ გამოიყენებს ბანკი. თუ ხდება სესხი პრობლემური და თუ ხდება სესხის რესტრუქტურიზაცია, ბანკს უწევს 10%-ის დარეზერვება უკვე. და სანამ ანუ იქამდე ბოლო ეტაპამდე სანამ არ მივა, ბანკი მაინც ერიდება, თქვათ, ზედმეტი თანხის დარეზერვებას, ანუ გაყინვას, ესე რომ ვთქვათ, რაღაც ანგარიშზე, რომელსაც ის ხელს ვერ მოკიდებს. ამიტომ შეიძლება ამითაც ერთ-ერთი მიზეზი ესეც არის, იმიტომ რომ თუ პრობლემური ხდება სესხი, მაინც ავტომატურად უკვე 10%-ში მინიმუმ ის დარეზერვებული. მაგრამ მე მინდა მოუწოდო ბანკებს, რომ მართაც ეს მორალური მომენტი, ეთიკის მომენტი გაითვალისწინონ, როდესაც თავად მოდის მომხმარებელი, რომ და გეუბნება რომ მე მგონი ხო, აი შემდეგ გადახდაზე ამდენს აღარ გადავიდე სამსახურში და ნაკლები მექნება ხელფასი. შესაძლებელია რომ თქვათ რამდენიმე სესხის გაერთიანება, საპროცენტო განაკვეთი შეიძლება გაიზარდოს და ალბათ აუცილებლად გაიზრდება, გარკვეული საკომისიოებიც არსებობს, მაგრამ ვადა ხანგრძლივდება და ამ ვადაზე ანუ ყოველთვიურად თუ გვიწევდა 200 ლარის გადახდა და ვიცით რომ ვეღარ შეძლებდა და შეგვიძლია 100 ლარის გადახდა, რა თქმა უნდა
100-ას ლარობით ამ თლიანი თანხის დაფარვას უფრო მეტი დრო დაჭირდება ვიდრე მისი ორმაგიოდენობით, მაგრამ მაინც სასურველია რომ ყოველთვიურად არ შექმნას ადამიანს გადახდის პრობლემა. ხშირად აი ჩემი ოჯახის წევრისგანაც გამიგია რომ ესე იგი მივედი ბანკში ვითომ რაღაცა კარგ პირობებს მთავაზობდნენ აი ესეთი დაბალი პროცენტი, მაინც იმდენი თანხა დამიჯდა ეს ერთი სესხი. რომ გამიძვირდა საკომისიოები რაღაცა თქვა როდესაც ბინის შემთხვევებია ხო რაღაცა არ ვიცი ბევრი რაღაცა რა ხარჯი შეიძლება გამოიწვიოს ხარჯები უამრავია ბანკთან ურთიერთობამ გარდა თითქმის საქართველოს ყველა ბანკში ანგარიშს რო ხსნით მას აქვს თავისი საკომისიო ნებისმიერ ხელის განძრევაზე იცოდეთ ხო მე სულ ძალიან ბევრი ხნის წინ პირველად როცა მომიხდა ბანკთან ურთიერთობა აი მაშინ შევეჯახი ამს ყველა ნაბიჯის გადადგმაზე რაღაცაზე 1 ლარი 2 ლარი მობრძანდით რა სასიამოვნოა ლარი ჩამოგეჭრათ ხო ეს საკომისიოები რეალურად მართლაც ფარული ხარჯი შეიძლება კი ვიცით რომ აქვს ანგარიშის საკომისიო მაგრამ ძალიან ხშირად იქმნება პრობლემა როდის ვთქვათ ანგარიშს ერიცხება საკომისიო აღარ მუშაობ იმ სამსახურში სხვა ბანკში იღებ უკვე ხელფასს სხვა ბანკის ბარათით მაგრამ იქ ანგარიში დაგრჩა არ აქცევ ამას ყურადღებას იმიტომ რომ ეს ლარი თქვა თვეში შეიძლება არაფერი მაგრამ შეიძლება 2 წლის შემდეგ იმ ანგარიშზე რაღაცა თანხა თუ აღმოჩნდა ეს მთლიანად ერთიანად ჩამოგაჭრას ბანკმა ყოფილა შემთხვევა აი მაგალითად ვთქვათ ვართ ერთი ბანკის კლიენტი და შევიცვალეთ სამსახური და გავხდით მეორე ბანკის კლიენტი მაგრამ იქ თანხა ანგარიში დაგჭირდა იქ ხო ხელფასი თუ არ გერიცხება თანხა საიდან იქნება იქ თანხა ფაქტობრივად გახსნილი ანგარიში იყო რომელზეც ვთქვათ ეს ლარი საშუალოდ თვეში ზოგს ცოტა მეტიც აქვს ეჭრება თუმცა უნდა ითქვას რომ ზოგ ბანკს საერთოდ არ აქვს ეს საკომისიო ანგარიში მაგრამ აი წარმოიდგინეთ რომ თქვენ იქ აღარ გერიცხებათ მაგრამ ეს საკომისიო გროვდება ბანკის ავტომატური პროგრამა ანგარიშობს რომ ეს ლარი უნდა ჩამოეჭრას შემდეგ თქვა დაგჭირდათ ისევ იმ ბანკის მომსახურებით სარგებლობა რაღაც განვადებას ან რაღაცას აკეთებთ და იმ ანგარიშზე როგორც კი განვადებაზე თანხას შეიტანთ შეიძლება თქვა რაღაც 20 ლარი ან 30 ლარი დაგროვდეს ის ჩამოეჭრება პირველ რიგში წაიღებს იმ საკომისიოს თანხას და აღმოჩნდება რომ თქვენ ის განვადების თანხა რაც უნდა ჩაგმოგჭროდათ ეს 20-30 ლარი აკლია, რამაც შეიძლება ძალიან დიდი პრობლემები წარმოგქრას შემდეგ. ყოფილა შემთხვევა, რომ ბანკი დაუკავშირდა და იცით, აი განვადება გქონდა დასაფარი, მე ამას ჯარიმები მოყვება. მოკლედ გაიგო, ცხოვრებაში და ბანკს ასე უნდა მოიქცე, წყვიტა ურთიერთობებს. დახურა ყველა ანგარიში. ბოლომდე გაწყვეტე. ხო, ან მაშინ უნდა ვიცოდა რა გაარკვევი თანხა უნდა დავტოვოთ, რომ ეს საკომისიო იქიდან ჩამოიჭრას, იმიტომ რომ მართლა არ წარმოგქრას პრობლემები. ან ვთქვათ, მართლაც დავხუროთ ან იმიტომ რომ ანგარიშის გახსნა როგორც წესი პრობლემას არ წარმოადგენს, შესაძლებელია თავიდანაც გაიხსნას ანგარიში. თუ აღარ გვეგულება რომ ამ ანგარიშზე თანხა ჩაერიცხება, ჯობია რომ საერთოდ არ იმას ვთქვათ. აღარ ვიქონიოთ მე კარგად მახსოვს გადაცემა, სადაც საუბრობდით ბანკომატებზე და ნუ გამოვედით ამ ბანკებიდან და აღარ გვაქვს ახლა ბანკებთან ურთიერთობა, პირდაპირ ამ ბანკომატებთან გვაქვს ურთიერთობა. ძალიან კარგად დავამახსოვრდა ეს გადაცემა, დღეისთვისაც ძალიან მომზადებული მოვედი გუშინ ბანკომატს ჩავაყლაპინე ჩემი ბარათი. ოჩახი. პინკოდი შეიძლება გავიწყო. არა, ბარათი დამავიწყდა საერთოდ. გადაყლაპა. ნუ გიხარიათ, დავრეკე იმ წუთშივე, დაბლოკე და დღეს გვანცა მას ხებს. სერვის ცენტრში განთავსებული ბანკომატი თუ იყო, მალევე შესაძლებელია, დღესვე შესაძლებელია. თუ არა და ინკასაციას როგორც წესი რამდენიმე ინკასაცია კვირაში ორჯერ კეცა. ანუ არ იყო სერვის ცენტრში განთავსებული. უცებ მიპასუხა ცხელი ხაზი, მიუხედავად იმისა, რომ კვირა იყო. არა, ეს 24 საათიანი მომსახურება. ხო, უცებვე მიპასუხა, უცებვე იპოვა ჩემი. და ასე გადარჩა შენი მილიონები ვიღაცის ხელში მოხვედრას. დიახ. ასე უნდა მოიქცეთ ხოლმე ყოველ შემთხვევაში, თუ ჩემსავით გაგეხარდათ რომ გამოიტანეთ რაღაცა თანხა და გამოიქეცით და დაგავიწყეთ ბარათი იმაში, რა ქვია, ბანკომატში საოცრად ჩაიყლაპება და კარგია რომ ჩაიყლაპება, რომ სხვა არ მოასწროს იმ ბარათის გამოღება და რეკეთ იმ წუთშივე თქვენი ბანკის ცხელ ხაზზე თუ სერვის ცენტრში როგორც ქვია. SMS-ებით უკვე ძალიან ბევრი ინტერნეტ ბანკინგით შესაძლებელია ბარათის დაბლოკვა და ძალიან ბევრი მეთოდი არსებობს, რომელთაც შეიძლება რომ ვთქვათ ვიღაცა მართლა უკანონოდ არ გამოიყენოს. ხო და აქვე მინდა კითხო, რომ მივალე ხა იმ ბარათის წამოსაღებად, ამაშიც ფული მექნება გადასახადები? არა, არ იქნება. ფული გადასახადები როგორც წესი არ გექნება. ეთერის მერე მოვალ. ხო. თვითონ ბანკი დაგიკავშირდება და გეტყვით, როდის ვთქვათ ამოიღებენ ამ ბანკომატს ბარათს და შესაბამისად მე თუ სერვის ცენტრში იყოს შესაძლებელია რომ იმ დღესვე ყოველ სამუშაო დღეს შესაძლებელია. ხო.
ანუ ხარჯებზე საუბრობდით სხვადასხვა საკომისიოები და ეს საკომისიოები არა მხოლოდ ანგარიშის საკომისიო, არამედ სესხის გაცემის საკომისიო არსებობს, განოდების დამტკიცების საკომისიო არსებობს. ბანკომატიდან თანხის გამოტანის საკომისიო. ბანკომატიდან თანხის მით უმეტეს თუ ეს არის საკრედიტო ბარათი ძალიან მაღალი ეს საკომისიოები და ჩვენ ყოველთვის ურჩევთ მომხმარებლებს რომ ბანკომატიდან ჯობია რომ არ გაანაღდონ საკრედიტო ბარათი. გადაიხადონ ტერმინალით. ხო, ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთებია და ტერმინალით რომელი ბანკის ტერმინალის არ უნდა იყოს, რომელი ბანკის ბარათითაც არ უნდა სარგებლობდეს და რომელ ქვეყანაში არ უნდა იყოს 1%-იც კი არ არის რომ აი სადმე თანხა 0%-ია განაღდების კი არ, ნუ გატარების და შესაბამისად 0%-ში ჩვენ შეგვიძლია რომ არაფერი არ ჩამოგვიჭას, ისე გადავიხადოთ. თუმცა სადებეტო ანუ სახელფასო ბარათი არა აქ ამ ხელო საკომისიო ხო ბანკომატში სახელფასო ბარათებს, სადებეტო ბარათებს როგორც წესი შეიძლება ქონდეს 0.2 მეათედი საკუთარივე ბანკში, თორე სხვა ბანკომატიდან განაღდებისას რა თქმა უნდა ძალიან დიდი განსხვავება. თუ არ არის პარტნიორი ბანკი ან არის ერთ ქსელში არ არის ჩართული რამდენიმე ბანკს აქვს ეს უპირატესობა რომ შესაძლებელია ერთი მეორეს ბანკომატით ვისარგებლოთ და არ ჩამოგვეჭრას ეგ ჩვენთვის საიდუმლოებაა რომელი ბანკი რომთან მეგობრობს მაგ ქსელის თვალსაზრისით. ამ ინფორმაციის მიღება მე მგონი ვებგვერდები, ბანკების ვებგვერდებიდან შესაძლებელია. მე არ მინდა ხა ეს ბანკები მაგრამ თუ დაინტერესდებით, ხო, თუ დაინტერესდებით ამ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია, რომ თქვა ერთი ბანკის ბარათის რომელი სხვა ბანკის ბანკომატიდან შეიძლება განაღდება. და ნუ საკრედიტო ბარათებზე აუცილებლად თუნდაც თქვენი ბანკის საკრედიტო ბარათი იყო და თქვენი ბანკის ბანკომატი აუცილებლად ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთი აქვს და ჯობია რომ არ გავანაღდოთ ბარათი საკრედიტო ბანკომატიდან. იცით რა მაინტერესებს? საზღვარგარეთ როცა გამოგაქ ბანკომატიდან ბევრად მეტი იჭრება. რა თქმა უნდა, იქაც ანუ ძალიან განსხვავება არის, ხო? განსხვავება დიდი. იმიტომ რომ გადაყავს თქვა იმ ქვეყნის ევროა. აქ ხდება ცალკე კონვერტაცია ხდება, ცალკე ის რომ საკომისიოს აჭრის და თან ის ბანკი უკავშირდება უკვე თქვენს ბანკს და ნუ მთელი ბუღალტრული და ასევე მახსოვს რომ დათასაუბრობდა მეგონი ორი გადაცემის წინ რომ ჯობია თუ მივდივართ საზღვარგარეთ აქ ადგილობრივად მოვახდინოთ კონვერტაცია, გადავახურდოთ იმ ვალუტაზე, რომელიც გვჭირდება იმ ქვეყანაში და წავიღოთ ქეში. გაჩნია? ან ბარათზე მოვახდინოთ კონვერტაცია. მაგრამ იცით რა არის? თუ ისეთ ქვეყანაში მივდივართ, რა თქმა უნდა, რომ რომელი ვალუტა შეძენათ, თქვა აქ შესაძლებელია. თბილისში დიდი არჩევანი ამ კუთხით არ არის. არის დოლარი, ევრო, გირონთა ტერმინგი. ხო, დოლარი, მაგრამ წინასწარ მაინც ჯობია რომ თქვა გავიგოთ იქ რა კურსი არის, თქვა დოლარის ევროსთან მიმართებაში და თუმცა ისიც თქვით რომ 100%-იანი რჩევა ამ შემთხვევაში არ არსებობს. აი უნივერსალური წამალი ამისი არ არსებობს. ამიტომ ჯობია წინასწარ კურსი გავიგოთ, ან თუნდაც ბარათზე დავტოვოთ თქვა ლარში და იქ მაინც კონვერტაციას იმ კურსით, ბანკის კომერციული კურსით. ხო და ბანკის კომერციული კურსით გადახურდავებასო თქვენ ამბობდით, ჯობიაო რომ გამოიტანო, გადახურდაო თქვა ვალუტის გადასვლაზე დოლარია თუ ევრო არის ძირითადი ვალუტა ან ლირა თქვა თურქეთში თქვა დასასვენებლად თუ მიდივართ. კი, მაგრამ ეხა ეგვიპტური გიროანქების შეძენა თბილისში მე მგონი შეუძლებელია. ეგვიპტეში დოლარი ისრებს ყველა. ხო, ნუ ეხა ხო, დოლარიც მოსულა რა. ბევრი რამე ვახსენეთ, მოკლედ ბარათებით გადახდა და ასე შემდეგ, ასევე ძალიან აქტუალურია ეს ბარათები ონლაინ შოპინგის დროს და რაღაცა ძირითადი რჩევები რაც იყო გავხსენეთ. რჩევები ის რომ აუცილებლად დავაკვირდეთ რომ საიტი იყოს უსაფრთხო, მხოლოდ ისეთ საიტზე ვიშოპინგოთ, სადაც რომელსაც ვენდობით, რომელიც ვიცით, აპრობირებულია გამოცდილი. და ეს მას შევამოწმოთ ერთი ასოთი, რომელიც არის HTTP, რომელიც თითქმის ყველა საიტს თავში ახავს ეს ემატება და თუ ესე იგი security უსაფრთხოებას გულისხმობს ეს და ეს საიტი არის დაცული. ხშირია სხვათა შორის რომ eBay-საც შეექმნა პრობლემები, თუმცა მან ყველა მომხმარებელი გააფრთხილა. იგივე Amazon.com და თქვა eBay.com-იც ძალიან ისეთი დიდი პასუხისმგებლობით უდგებიან მომხმარებლებთან ურთიერთობას და ყველა ვარიანტში ესწრებიან რომ მომხმარებელი არ დააზარალონ, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენს ყურადღებით უნდა ვიყოთ. სასურველია რომ კონდეს თქვა კონკრეტული ბარათი, რომელითაც ვიშოპინგებთ. სასურველია რომ თანხა მასზე განვეთავსოთ იმ ვალუტაში, რომელი ვალუტითაც შევიძენთ და აი ამ ყველა დეტალს უნდა მივაქციოთ ყურადღება, ვთქვათ, იმიტომ რომ თუ ჩვენ ლარი გვიდევს ანგარიშზე, მოხდება ბანკის კომერციული კურსით კონვერტაცია, როცა შესაძლებელია ვთქვათ ჩვენ შევიძინოთ დოლარი, დავდოთ დოლარი ანგარიშზე და იმიტომ რომ თითქმის ყველა ბარათს როგორც წესი და ყველა ანგარიშს მულტისავალუტო ანგარიშებია და
ყველა ჩვენთანგანს ალბათ ასეთი ანგარიშები გვაქვს და შესაბამისად შესაძლებელია რომ გამოვიწეროთ. იმიტომ რომ ძალიან ეს კიბერდანაშაული არის 21 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და მძლავრი დანაშაული. თბილისშიც იყო შემთხვევები, როდესაც გააყალბეს ბარა სხვადასხვა ტიპის ბარათები. სადღაც ბარში ოფიციენტს გაატანა ადამიანმა თავისი სადებეტო ბარათი, მან რაღაც კოდები ამოწერა, ანუ ის ნომერი, უკანა ციფრი და შემდეგ აღმოჩნდა, რომ ანალოგი დამზადდა ამ ბარათის და ის დაზარალდა ძალიან, როგორც ბანკის ზარალდება და ადამიანის ზარალდება. ამიტომ ჯობია რომ თუ ვიხდით ამ ბარათი ჩვენ არავის არ გავატანოთ ეს ბარათი, მოიტანოთ ტერმინალი, ბანკომატის ხელა ეს არ არის, პატარა დანადგარია და მოიტანოთ და ადგილზე ჩვენ ვუყუროთ, ჩვენთვის შევასრულოთ ეს პროცედურა იგივე პინის საკრეფის, მით უმეტეს არავის ჩვენი პინ კოდი არ უნდა უთხრათ, მათ შორის არც ბანკის თანამშრომელს და ჩვენი ეგრეთ წოდებული პასპორტები. და საფულეშიც არ უნდა მივაწეროთ თვითონ ბარათს უკვე. ეგ მე მგონი მაგას აღარ ჭირდება რომ დამატებით ურჩიეთ, მაგრამ რა თქმა უნდა საფულეში პინ კოდის ჩანაწერი. ზოგს ტელეფონში აქვს ჩაწერილი, ვთქვათ, და ეს უფრო მოსახერხებელია შეიძლება, იმიტომ რომ ტელეფონს ცალკე კოდს ვადებთ ხოლმე. და ხო შეიძლება ამ პინ კოდის შეცვლა, ხო? შესაძლებელია. ისეთი პინ კოდი ავირჩიოთ, რომელსაც იოლად რა თქმა უნდა, მე მაგალითად მაქვს ორი ბარათი, რომელიც ერთ იგივე ანგარიშს ემსახურება და ორივეზე ერთ იგივე პინ კოდი. პირველი და ბოლოს. ხოლო იმას გეტყვით რომ ერთ იგივე პინ კოდი მაქვს ორივე. ვაზულად დაგამახსოვრდა. მართალია, არეული რო არისო. და კიდე ერთი ყველაზე არ ჩამიყლაპოს სამი ცდელობის შემდეგ. ხო, სამი ცდელობის შემდეგ ყავს? თუ მესამედაც შეგვეშლება, ითვლება რომ შეიძლება არა ტრანზაქცია ხდეს, სხვა ახდენს ჩვენს მაგირო ტრანზაქცია. ან თუ დავუტოვეთ. არა, თუ დავუტოვეთ. კიდე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური თემა იყო დეპოზიტების თემა, ანაბრების ეგრეთ წოდებული შერვადებარი ყავი და მე დეპოზიტი ხსოვს? ხო, ორივე მწვანეებში რომ ვიყავ. სხვათა შორის ჩვენ არ ველოდით რომ ესეთი გამოხმაურება მოყვებოდა ჩვენი ორგანიზაციის ცხელხაზზე. ანაბრები დაგვიბრუნეთ ხო არ ეკავდი. რამდენიმე ადამიანმა გითხრა რომ ჩვენ არ მოგთ ხო ეს, მაგრამ რა ეშველება ხო არის იცით აი კომუნისტების საბჭოთა კავშირის დროინდელ არა. ობლიგაციები მეც მაქვს. დამაბარეს არ გადააგდო და ნეტავისთვის მანახებიებენ. მაგ თანხის დაბრუნების შანსი რამდენად არის, ვერავის ვერ დავპირდები ნამდვილად, მაგრამ ანაბარი ძალიან საინტერესო თემა აღმოჩნდა. ადამიანებს საქართველოში სამწუხაროდ არსებობს დაზოგვისა და თანხის თქვათ შეგროვების კულტურა სამწუხაროდ, ძალიან დაბალ დონეზე ეს კულტურა, მიუხედავად იმისა, რომ დეპოზიტების თანხა წლიდან წლამდე მილიონობით იზრდება, მაინც ძალიან დაბალია თანხის შეგროვების და თქვათ დანაზოგის გაკეთების კულტურა, მაგრამ ადამიანები ძალიან დაინტერესეს მათ შემდეგ რაც შუადღეში გვისმენთ ჩვენს ცხელხაზზე, ვისარგებლებ შემთხვევით კიდევ ერთხელ. ანუ თქვენ საპენსიო სიძახით ხო სამომავლოდ ხო 240 0505 გვირეკავდნენ და გვეკითხებოდნენ აი რა ტიპის ანაბარია ავიღო, რომელ ბანკში ჯობია თქვა ეს დეპოზიტის გახსნა, ჩვენ რა თქმა უნდა ბანკს უშუალოდ არ ვეუბნებოდით, რამდენიმე ბანკის პირობებს ვაცნობთ და მე თავად უნდა გააკეთოს არჩევანი, ჩვენ ყველა ბანკის პირობა რა თქმა უნდა ვიცით, სად როგორ ჯობია, მაგრამ ანაბრის თანხაც ძალიან ისეთ განსხვავებულია და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენ ახლა ვაკეთებთ ახალ ვებგვერდს, სადაც შესაძლებელი იქნება საკრედიტო პროდუქტების გაცნობა, რომელ ბანკს რა პირობა აქვს, იქვე იქნება ეგრეთ წოდებული სესხისა და ანაბრის კალკულატორები, სადაც შეხვალთ არც ერთ, ანუ ცალკე აღებული ერთი ბანკის პირობები კი არ იქნება, ყველა ბანკის პირობები შევიყვან საპროცენტო განაკვეთებს და გამოგვიცვლის სარგებელი რამდენი გვექნება, ან საპროცენტო ზედმეტ თანხას რამდენს ვიხდით. მიყვარს მე კალკულატორი ძალიან. და ჩვენთან იქნება ყველა ბანკის და ყველა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და ონლაინ სესხების პირობებიც მოცული სექტემბრის დასაწყისში. მე ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი ახალი ვებგვერდი ამუშავდება და შეეძლებათ ადამიანებს, რომ შემოვიდნენ და ობიექტურად თუ რომელიმე ბანკს არ ენდობიან, ჩვენ საბედნიერო ნდობის პრობლემა ჩვენს ორგანიზაციას არ აქვს. შეუძლიათ შემოვიდნენ და იქ გაეცნოთ ამჯერად თქვენთან ცოცხალი ურთიერთობის საშუალებასაც. რა თქმა უნდა, ეს მაინც სხვა სიამოვნებაა. აუცილებლად სატელეფონო ცხელი ხაზი გვაქვს ინდივიდუალური კონსულტაცია და გვაქვს ონლაინ კონსულტაცია, როგორც მეილის, ასე Facebook-ის. ეხლა მაინტერესებს რამხელა დანაზოგი გააკეთეთ, სად მიდიხარ დასასვენებლად? მე მივიდივარ თურქეთში. აჰა. ძალიან კარგი. გვინდა რომ კარგი დასვენება გისურვოთ. დაიმსახურე ეს ნამდვილად შენს და თომაც ჩვენც დავიმსახურე. ცოტაც გაუძელით. იმეც ვიტოვებთ რომ ახალი სეზონიდან, ახალი შემართებით
ახალი თემებით, საინტერესო რჩევებით, ისევ შემოგვიერთდებით. ჩვენ ძალიან დიდი სიამოვნებით ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობაზე ძალიან დადებითად აისახა იმ ხრივ, რომ ადამიანები უკვე იციან, თქვა, ძალიან ბევრმა გაიგო, როგორ მოგვართო ტელევიზია და მით უმეტეს თქვენი ძალიან მაღალ რეიტინგული გადაცემა, კარგი საშუალება ამისთვის და ძალიან დიდი მადლობა ჩვენი სახელი და ალბათ მომხმარებლების სახელითაც რომ მიეცით საშუალება შუადღეს და რუსთაველს ძალიან დიდი მადლობა რომ მიეცით საშუალება ადამიანებს გაიგონ თქვა ვის შეიძლება მიმართონ იმიტომ რომ ძალიან ხშირია როდესაც ჩვენთან რეკავენ რომ აი ბანკში კი მითხრეს ეს მაგრამ მაინც თქვენ უფრო გენდობით სწორია ჩვენც გენდობით და ამიტომ ძალიან დიდი მადლობა ამიტომ კეთილი სურვილებით გემშვიდობებით და სექტემბრიდან ისევ ახალი რჩევებით გელოდებით. რეკლამის შემდეგ კი შევაჯამებთ ჩვენს მეგობრობას რუბრიკას. ძალიან არის შემოგვერთება. რა თქმა უნდა, სიურპრიზით.